სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე. ატურთას ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა სწავს 13 წლის ჯოზია ეს ცნობილი მეფე იყო იუდაში და ამბობს პასტორ ჯონ, რა არის რწმენა? ოსტენი ეუნება ჯონ მაკარტურს, რომ ბავშვებისგანაც რამდენიმე კითხვა გვაქვს და პირველი კითხვა არის პასტორ ჯონ, რა არის რწმენა? 13 წლის ჯოზია ამბობს ამას და ჯონ მაკარტური პასუხობს. რწმენა არის იმის დაჯერება, რომ რაღაცა სიმართლეა. ამის ილუსტრაციებს მარტივი გზა არსებობს. ყველა რწმენი ცხოვრობს და ყველა ასე მოძრაობს, ყველა ასე ფიქრობს. მანქანაში ჯდები თუ არა, რთავთ მანქანას. თუ მას 8 ცილინდრი აქვს. ამ კაპოტის ქვეშ 8 ფეთქება, ყველა ცილინდრში ხდება აფეთქება. მაგრამ თქვენ არანაირად არ შიშობთ იმაზე, რომ მანქანაც აფეთქდება. სამზარეულოში თუ მიდიხარ და უნკანს აღებთ და წყალს ვავ, არ იცი რა ხდება იმ მილებში და რა მოდის იქიდან. ექიმთან მიდიხარ და ის ოპერაციას გიკეთებთ. თქვენ ამბობთ, კარგი, დამანები თავი რაც გინდა ის გააკეთე, ანუ ენდობით მას და შეიძლება საერთოდ არ შეხვდრიხართ ამ პიროვნებას და არაფერი იცით მის შესახებ. რას გააკეთებს, როცა თქვენ გონება გაგეთიშება და ანესთეზიაში. თქვენ მას ენდობით. ბრმად. რესტორანში თუ მიდიხართ, იქაც თუ რაღაცა საკეთებს სამზარეულოში, თქვენ არ იცით ეს. შეიძლება საწამლავი გაუროს, მაგრამ თქვენ საჭმელს ჭამთ. რატომ? იმიტომ რომ თქვენ უკვე ისწავლეთ, რომ არსებობს გარკვეული რამ, რისი ნდობაც შეგიძლიათ. გულისხმობ ფიქრობ უკიდურეს მაგალითი იქნებოდა ბანჯი ჯამპინგი. ხიდიდან ან მაღალი სიმაღლიდან გადმოხტომა თოკით, ხომ? და ჯონ ოსტენი ყოველთვის ხუმრობს ხოლმე. არა გმადლობ ჯონ, მე არ მინდა ეგ. ძიმე წონის არის ოსტენი და ეტყობა არ უყვარს სიმაღლეებიდან ესე გადმოხტომა. და ჯონ მაკარტური აგრძელებს. ანუ თქვენ არ იკვლევთ ამას. ან თვითმფრინავიდან პარაშუტით რო ხდებით. რატომ აკეთებთ ამას? იმიტომ რომ არსებობს მტკიცებულის გარკვეული სქემა, რომელიც მიუთითებს, რომ ვიღაცა პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს, რომ ეს უსაფრთხოა. ასე რომ ეს არის რწმენა, რომელიც დაფუძნებულია გარკვეულ გამოცდილებაზე. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ჩვენი სულის გადარჩენის რწმენას, ხომ? ეს არ არის დაფუძნებული გამოცდილებაზე. თქვენ გამოცდილებაზე ეს არ არის. არამედ ეს არის ღვთის საჩუქარი. ახეთ რას ამბობს ბიბლია, რადგან მადლით ხართ გადარჩენილი რწმენით. ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ეს ღვთის საჩუქარია. უხილავი ღმერთის, უხილავი ქრისტეს დობის უნარი, მისი ნდობის უნარი და მისი დიდებისათვის ცხოვრება, პეტრე ასე ამბობს, რომელიც არ გინახავთ და გიყვართ. უნარი გიყვარდეთ ის, ვინც არასდროს გინახავთ, თქვენი მარადიული ბედი მის ხელში ჩააბაროთ, ეკლესიაში მოხვიდეთ, ეკლესიაში მსახუროთ, ეკლესია თქვენ ცხოვრებად აქციოთ, გასცეთ, ერთგული თავდადებული იყოთ ეკლესიის და ღვთის ხალხის მიმართ, როცა არც 64 გინახავთ და არც ქრისტე. როგორ შეგიძლიათ ასეთი ვალდებულების აღება? გასაკვირი არ არის, რომ არამოქცეულ ადამიანებს არ ესმით ეს, თუ რატომ გვიყვარს ჩვენ ეკლესია, რადგან ეს ბუნებრივი არ არის მათთვის. ეს ანიშნავს, რომ ვიღაცამ დაამტკიცა, რომ სიმართლეა. ეს ყველაფერი იმის რწმენის აქტია, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, რაც ჩვენ არ ვიცით. ერთადერთი ადამიანები, ვისაც ოდესმე უნახიათ, ისინი არ დაბრუნებულან ჩვენთან უკან დედამიწაზე. იცით ხომ, როცა გარდაიცვლებიან. ისინი არ დაბრუნებულან, ისინი 64-ში არიან. ასე რომ ეს ზებუნებრივი რწმენაა და მე ვფიქრობ, რომ ეს ღვთის ნიჭია. ეს არის ღვთის საჩუქარი. მაგრამ ეს რწმენა მეკითხებიან ხალხი. რატომ არ ნერვულობ ჯონ, თუ არ გაწუხებს დაპატიმრება, რომ ეკლესია გააღე და კანონის წინააღმდეგ წახვედი პანდემიის დროს. არ გაწუხებთ რა მოხდება? მე მომნები არა. და ზოგი ამბობს, ეს დიდი გამბედაობა. არა, მე მომფარა. სინამდვილეში ესე არ არის. ეს არის უბრალოდ რწმენა. მე სრულიად ვენდობი უფალს ვენდობი ჩემ ცხოვრებაში ყველაფერში და წლების განმავლობაში ხედავდი მის ხელს. მაგრამ მე მჯერა ერთის, რომელსაც ვერ ვხედავ და არასოდეს არ მინახავს. მაგრამ ეს უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვანდობა, რაც კი მაქვს ნებისმიერი ამ ქვეყნის რეალობის მიმართ. ასე რომ ეს საჩუქარია. ეს არის ღმერთისგან მოძებული საჩუქარი და მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც 13 წლის ბავშვი ამას გაიგებს, თუ რა არის რწმენა, ეს არის ის, რომ მიიღოს ეს როგორც ღვთის საჩუქარი. და თუ არა გაქვს ეს საჩუქარი, უთხარი უფალს, ილოცე, უფალო იესო ქრისტე, მინდა მჯეროდეს შენი, მომეცი ეს რწმენა. და ეს არის მისი საჩუქარი მონანიებული გულისათვის.
და ოსტინი ეს ძალიან კარგია, სწორედ ამიტომ გვიყვარს ის სტროფი ბიბლიაში, ხომ? მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავ მას გვიყვარს იგი. დიახ, პირდაპირ გადავიდეთ, დიახ, დაფიქრდით ამაზე, რადგან ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ გვიყვარდეს ქრისტე და გვიყვარდეს ღმერთი მთელი გულით, სულით, გონებით და ძალით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არასოდეს არ გვინახავს იგი. და მე უნდა ვაღიარო, რომ ჯონ მაკარტონმა ეს სიტყვა ტყუილა არ ჩაუულია. ესე კოვიდის გამოცდა ხო გაიარა, კოვიდიც დაემართა. ეკლესიაც ხო გააღო, ციხე ემუქრებოდა, ხო? და ბოლოს აი ეს სიტყვებიც, იმიტომ რომ უკვე ასაკმაც მიადანა, ამოწურა ალბათ აქ და დაეწყო მთელი დაავადებები. გულის ოპერაციები, ყველაფერი აბსოლუტურად და ის რასაც ამბობდა, რომ წმენით მინდობოდა ამას ყველაფერს და ესე დაასრულა მან თავისი ცხოვრება. აი ამ სიტყვებიდან სულ რაღაც რამოდენიმე წელში უკვე ჯონ მაკარტური გარდაიცვალა. ანუ ის გამოცდები, რაც ის ამბობდა, ყველაფერი მის თავზე დატრიალდა და ის რომ ეხლა ჩვენთან არ არის ის, ხომ? და 64-ში მე ბევრს ვფიქრობ ხოლმე ამას და ისეთი ადამიანები, რომელიც ჯერა დარწმუნებული ვარ, რომ 64-ში არიან, ნახეთ, უკვე ჩვენთან კავშირი აღარ აქვს. მარტო თავისი დატოვებული მასალით გველაპარაკებიან ჩვენ. არ არის ეს საოცრება და ჩვენც ესე მეც სხვანაირად უყურებდი რწმენას და მეც რო დავწუნდი, რომ ეს ღვთის საჩუქარია და ამაზე შენ ვერ ივარჯიშებ, ვერ დაიწყებ რაღაცების იმითი მარხულობები თავს ვერ მოაწონებ. მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამეა დაჯერება, მონანიებული გული რომ ღმერთმა და გაგიზრდის და გზადაგზა მე როცა შენ აგრძელებ მასთან ურთიერთობა, ეს რწმენა იზრდება. ცხოვრებისეული ასევე ბევრი გამოცდილებიდან ამ რწმენას გიზრდის ღმერთი. უკვე განახებს რომ ის შენთან არის. ასე რომ ყველას გისურვებთ ესეთი რწმენის გასდას და ესეთი რწმენის ქონას. მადლობა მოსმენისათვის. 13 წლის ჯოზი, ნახეთ რა კითხვებს ასვავს რა ბავშვი.